მას უნდა ყავდეს ვილისი. იმიტომ რომ გვარი აქვს ესეთი გვარი. კოლომუანი ვილისით მანახა ძალიან მაგარი იქნება. ნუ ეხლა მბაპეც ლამბორჯინში გადის, ხო? კი ბატონო. ხვიჩა? ახლა ხვიჩა კვარაცხელია. კიდე გეუბნები რომ მე ყველა სპორტსმენს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია თვითონ ისეთი მოგზალებული კაცია. კი, გეთანხმები. აი ეს ისეთი ახალგაზრდაა, რომ მისთვის ახლა როგორ არ უნდა კარგი ავტომობილი და ყავს კიდე რა პრობლემა აქვს. რატომაც არ უნდა ყავდეს? კი, რა თქმა უნდა. თუ ახლა კვარაცხელიას არ ეყოლება, აბა ვის უნდა ყავდეს, ხო და? აბსოლუტურად გეთანხმები. რა თქმა უნდა, ჩვენს ყველამ ხელი უნდა შეუწყოთ და უნდა მივცეთ იმის სტიმული, რომ ავტომობილიც კარგი ყავდეს და ვაქოთ და ვადიდოთ. ახლა რატო? აი იმ დღეს რო გეუბნები დილით ხო რომ დამიერგეს ყაზახისტანიდან მარტო იქიდან კი არ დაურეკიათ სანამ სამსახურში მივედი 10 კაცმა დამიერგა ნახევარი მსოფლიოდან მეტი რა არის მითხარი აი მეტი რა არის ხო სახელი აი ეს ბიჭები ყველა სპორტსმენები უფრო მეტი დაფასებული უნდა იყოს ახლა მე ხო გითხარით სადაც ვიყავით თორე ყველა ბიჭებს მართლა რეალურად ყველაზე სერიოზული საჩუქარი ხდება, მაგრამ ახლა ჩვენ არ ვართ ესეთი მდიდრები, რომ ავტომობილები დავარიგოთ. რა თქმა უნდა, მესმის. მაგრამ სამომავლოდ თუ იქნება საშუალება, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მექნება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ყავდეს ყველაზე საუკეთესო ავტომობილი. მე თანახმოვარ, რომ თვითფრინავის ყავდეს. რა თქმა უნდა, მამარდასაც ყავდეს. მამარდასაც ყავდეს. მიხაუტაძესაც ყავდეს, ბუდუსაც ყავდეს, სულ ყველას ყავდეს თვითფრინავი თითო კიტეიშვილსაც. რატო არ უნდა ყავდეს? რატო არ უნდა ყავდეს? სპორტი ყველა ერთმანეთს უკეთესია, მაგრამ ჯუდოისტებს ყავდეს. რა თქმა უნდა. ძალოსნებს, მოჭიდავეებს, სულ ყველას უნდა ყავდეს თვითფრინავი და თითო ლამბორგინი. აი ეს ბიჭები არიან ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი სახე. თუ გინდა ქვეყანა, აი რო იკითხავ საქართველოს, ეგრევე გეტყვიან ამ ბიჭების სახელს, ხო? აი ეს ფეხბურთე ისა მეგარე. მამარდა. მე არ ვიცი ზმაო. თელ მსოფლიოს რო უყვარს. ახლა ხო იცი ბელგიაში ცხოვრობ, ჩინეთშიც და დუბაიში ძირითადად, ხო? მე არ ვიცი, ეს ბიჭი როგორ უყვართ, მე გაუგნები. როგორ შეიძლება არ უყვარდეთ? მეც ხო იცი ტრაბახო, კი კაცო ჩვენ ერთად გავიზარდეთ, მეძღვნები ვარ, ნათესავები ვარ და ეს არის მართლა აი დიდი შრომის შედეგია. კი, მე ძალიან მართლა ისახებ გეთანხმებით ბატონო გელა, მე სუყვები ამ ისტორიას, მოკლედ შევედი სპორტულ მაღაზიაში მილანში და ბიჭი აღმოჩნდა მკლავჭიდელი, რომელიც ამ მაღაზიის მენეჯერი იყო თან. და რომ გაიგო რომ